შეზღუდვების 19 საათი და 30 წუთია 22 დეკემბერს ქვემო ქართლის რეგიონში განვითარებული სიახლეების შესახებ გვანცა სანაიაკ იყვებით. რუსთავში კორონავირუსის კიდევ ერთი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა გარდაცვლილი 90 წლის ქალია და ის ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ამ დროისთვის კლინიკაში 78 COVID ინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, ბოლო 24 საათში ნომერ მეორე დიაგნოსტიკურ ცენტრში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით 160-ზე მეტი პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან ვირუსი 53-ს დაუდასტურდა. PCR მეთოდით გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი 9 პაციენტს აუდგინდა. პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში შუადღის მონაცემებით 106 ადამიანი გამოიკვლიეს და 14 პირის ტესტის პასუხი დადებითია. PCR მეთოდით COVID-19 დიაგნოსტიკურ ცენტრში 7 პირს დაუდგინდა. მარდალეიშვილის ცენტრში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით 20 პირი გამოიკვლიეს. ვირუსი 4 მათგანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან ქვემო ქართლის რეგიონში ვირუსი 246 პირს დაუდგინდა. ზოგადად მთელი ქვეყნის მონაცემებით მომართვენობამ შედარებით იკლო. ეს იმის ბრალია ალბათ, რომ თვითონ ხალხმა ვისწავლეთ ამ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ვისწავლეთ როგორ უნდა გაუფრთხილდეთ და დავიცვათ საკუთარი თავი და ერთმანეთი. და თანდათანობით ალბათ სავარაუდოდ ნელ-ნელა ძალიან მკვეთრად, მაგრამ ნელ-ნელა თანდათანობით შემთხვევებიც მცირდება. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის რუსთავში, მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება. ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვაც მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება დადართული. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის 6 იანვრის ღამე. მთავრობა გამონაკლისის მიუხედავად კვლავ მოუწოდებს მოსახლეობას დღესასწაულები ვიწრო წრეში აღნიშნონ. დღიეთერი ხალხის პოზიციით დაინტერესდა. მარიამ ხვალაძე არკვევდა ადგილობრივების პოზიციას. საერთოდ კარგი იქნება თუ იქნება ესეთ. ისედაც არ აქვს არაფერი, მაგრამ მაინც უმჯობესია რომ ესე იყოს. და რატომ? ჩვენი სიფრთხილისთვის ისევე. ტრანსპორტზე არ ვემხრობ, იმიტომ რომ ხალხი გაჭირვებულია, ტაქსის ფულები არ აქვს, ელემენტარული მშივრები დარჩნენ, არც სამსახურები, ბავშვები. როგორ უნდა აჭამო, კორონა მოკლავს თუ ეს უმუშავრობა ხალხს დამნიშნულა. არვე თანხმები არანაირად. უსამართლობა. ესე იგი ასია საჭირო ვემხრობი. ხალხი სოდოები არიან, ვერ გადიან, ვერ გამოდიან. ეპიდემიიდან გამომდინარე კი ვემხრობი, რა თქმა უნდა, ესე უნდა იყოს ძირითადად. მაგრამ ხალხიც სოდოები ვარ. თუ გვინდა რომ გამთელები ვიყოთ და შევეგულოთ თავრობის გადაწყვეტილებას, მე ესე მგონია. დაწესებული შეზღუდვებით გააგრძელებენ მუშაობას 24 დეკემბრიდან რესტორნები და კვების ობიექტები. სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21 საათამდე, ხოლო 21 საათიდან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. როგორც ქიტიშვილმა აღნიშნა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს სრული მოცულობით. შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაში არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სტუმართმასპინძლობის სექტორ ძალიან სერიოზულად დაგვარტყა და ვარ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არა მგონია, რომ ერთ კვირას ის ამოსუნთქვა მოეცა თუნდაც ბიზნესისთვის, რაც შემდგომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმებით ისევ დაგვარტყავდა სტუმართმასპინძლობის სექტორს. ახალშობილებს, რომლებიც დედებიც კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებული, სხეულში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩინათ. ამის შესახებ სინგაპურის გინეკოლოგიური კვლევითი ქსელის მიერ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნული. როგორც რუსთავის სამშობიარო სახლში TV4-ს განუცხადეს, მათ პრაქტიკაში დაფიქსირებულ ყველა შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებული დედის ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ჰქონდა ჩვენ რამოდენიმე შემთხვევა, რომელიც ფაქტურად აქვე მოხდა მაგის ორსულობის ჩამთავრება, დაიბადეს ჯანმრთელი ნორმალური ახალშობილები COVID ინფიცირებული დედებისაგან. მე წესით განლაინებით არის ჩვენ ვრეკავთ ლუგარის ლაბორატორიაში, ჩამოდიან სპეციალისტები და ახალშობილს უღებენ ანალიზებს. მანამდე ის იზოლირებულია დედისგან, ცალკეა ეს ახალშობილი, რომ არ მოხდეს დაინფიცირება. აქედან გამომდინარე, არც ერთ ახალშობილს COVID დედებისგან დაბადებულს არ აღმოაჩნდა COVID ინფექცია.
ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად მოქალაქე ჯარიმდება თუ ის პირბადის გარეშე იმყოფება დახურულ საჯარო სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსიში. 42 მუხლში ამ დრომდე არ წერია, რომ მოქალაქე ღია სივრცეში უპირბადოდ სიარულისთვის დაჯარიმდება. ამის მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად ათეულობით მოქალაქეს აჯარიმებს 20 ლარით. TV4 საიას იურისტს დაუკავშირდა ყველა მოქალაქეს, რომელიც ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნის გამო დააჯარიმეს, საია ურჩევს საჯარიმო ქვითარი გაასაჩივროს. ორგანიზაციამ მზად არის მათ იურიდიულად დაეხმაროს. იმიტომ რომ კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ამ შემთხვევაში, ქუჩებში მაგალითად, ღია საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო სანქციას და შესაბამისად წმინდა სამართლებრივად ეს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება არ არის სწორი. თუ პირების დაჯარიმება მოხდება ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო, ჩვენ მართალია გვაქვს ამის ვალდებულება, თუმცა სანქციას არ ითვალისწინებს კანონმდებლობა ამ საკითხთან მიმართებით და თუ ასეთი დასანქცირება მოხდება, ამ შემთხვევაში საია რა თქმა უნდა მზად არის, რომ დაეხმაროს ამ პირებს შესაბამისი ინსტანციებისთვის მიმართვაში და ამ ჯარიმების გასაჩივრებაში. ყველა ავტომობილი ვალდებულია ტექნიკური ინსპექტირება შესაბამის ვადებში გაიაროს. ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულოა იმ შეზღუდვების ფარგლებშიც, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან მოქმედებს. რუსთავში ავტომანქანების ინსპექტირება 3 ლოკაციაზეა შესაძლებელი. მძღოლები ავტონაწილების გაძვირებაზე საუბრობენ, რაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა და ლარის გაუფასურების კვალდაკვალ ტექნიკური ინსპექტირების გავლას კიდევ უფრო ართულებს. გაიზარდა თუ არა ავტომობილების რაოდენობა, რომლებსაც სავალდებულო ტექინსპექტირება არ გაუვლიათ, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჭკვიანი კამერა მათ დააფიქსირებს, პირველ ჯერზე ფიზიკური პირები 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 200 ლარით დაჯარიმდებიან. გაჭირებული ადამიანი რო გაუფუჭდება, მაინც ვინ უჯდენია რომ ვალები აიღოს და იყიდოს თავისი ნაწილი რო იქნება, აბა რო გაჩერდეს სურა ინტერესი აქვს რო გაჩერდეს, ისე ვალსა იღებს და მაინც იყიდის. ყველა ნაწილი არის გაორმაგებული. ის ფასი აღარ არის რაც იყო, რაც ეს კორონა დაიწყო, გაძვირდა ძალიან. ადრე 40 ლარი ღირს და ეხლა 70 ლარი ღირს. საბურავი. აი რა პერიოდში გაძვირდა და ახლა რამდენი ხანია ესე? სადღაც 3 თვე, 4 თვეა. თქვენს ხო იცით ამ ლართან მიმართებაში რაც ხდება დევალვაცია დოლართან მიმართებაში? შესაბამისად ყველაფერი ძვირდება ეტაპობრივად რა და. დაახლოებით როგორ არის გაძვირება? ვერ გეტყვით, ალბათ 10%, 15 მაქსიმუმ. ახალგაზრდული სააგენტო რუსთავში ახალგაზრდული საჭიროებების კვლევას ატარებს, რომელიც ამ მიმართულებით მუნიციპალური პოლიტიკის დოკუმენტს დაედება საფუძვლად. პანდემიის გამო კვლევა განსხვავებულ ფორმატში ტარდება. ნახეთ ნინი ჩარკვიანის სიუჟეტში. ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგია მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ახალგაზრდების განვითარების სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს. საქართველოს მასშტაბით ეს დოკუმენტი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიქმნა. რუსთავისთვის ასეთი სამოქმედო გეგმის შესაქმნელად ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა აუცილებელი. ეს კვლევა რუსთავის მერიასთან და ინოვაციების ჰაბთან ერთად ახლა მიმდინარეობს. რუსთავის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის გრანტი მიიღო, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული სტრატეგია დაიწერება. უნდა შეიქმნას რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი. ეს ძალიან საჭირო დოკუმენტია, რომელიც გამოგვადგება ჩვენ სამომავლოდ ვიმუშაოთ, როგორც ახალგაზრდობის სააგენტოსთან, ისევე დონორებთან. ამ პროექტს თვითონ ეს დოკუმენტის შექმნა საკმაოდ კომპლექსური ღონისძიება არის და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მასში არის ადგილობრივი ახალგაზრდული საჭიროებების კვლევა, რომლის განხორციელებას დაიწყო კვლევითმა ორგანიზაციამ და ამ პროცესში აქტიურად გვეხმარება ახალგაზრდობის სააგენტო. რუსთავში ახალგაზრდობის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ინოვაციების ჰაბთან. COVID პანდემიის გამო ახალგაზრდების გამოკითხვა პირდაპირ ვერ მოხერხდება და პროცესი ელექტრონულად წარიმართება. როგორც ინოვაციების ჰაბიდან ტეორიულთან საუბარში აცხადებენ, კვლევა კონფიდენციალურია და კითხვები რუსთავში არსებულ პრობლემებს შეეხება. რევაზ ბარბაქაძის თქმით, იქ ექვემება 500-მდე ახალგაზრდის გამოკითხვა. ძირითადი თემატიკა კითხვის იქნება ის, რომ რა საჭიროებები არის ახალგაზრდებისთვის, როგორ ხედავენ ისინი ქალაქის განვითარებას, რა პრობლემებია, რა უშლით მათ ხელს თავის საქმიანობის უკან განხორციელებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს კვლევა იქნება
ასე ვთქვათ, საფუძველი იმ პოლიტიკის დოკუმენტისა, რომელსაც შემდეგ შექმნის ერთობლივად რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, მოწვეული ექსპერტები, რუსთავის ინოვაციების ჰაბი, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული ახალგაზრდობის სააგენტო და საბოლოო ჯამში ვთვლით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც აქამდე უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო, ალბათ რაღაც თებერვალ-მარტში უკვე ექნება რუსთავს. რუსთავში ახალგაზრდები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. ამ პრობლემების დანახვასა და შემდეგ უკვე მოგვარებაში მათი როლი გადამწყვეტია. 14-დან 29 წლამდე რუსთაველებს ამ ეტაპზე ახალგაზრდული საჭიროებების კვლევაში მონაწილეობის მიღება დეკემბრის ბოლომდე შეუძლიათ. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ბაღებში სასურსათო პროდუქტების გაცემის პროცესი მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით 700-მდე აღსაზრდელს 100 ლარამდე ღირებულების საკვები პროდუქტები გადაეცა. გადაცემის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 28,914,000 ლარით განისაზღვრა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის პრიორიტეტული მიმართულებებია ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დაფინანსებამ 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. გადაცემის მეორე ნაწილში ღია ეთერის კითხვებს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი პასუხობს. რომა დევიძემ ჩაწერა ვრცელი ინტერვიუ, შეგვიძლია მოვისმინოთ ინტერვიუ. ბატონო დავით, რომ გითხრათ, რამდენი ადამიანი იტესტება ყოველდღიურად ქვემო ქართლის რეგიონში, როგორც PCR, ასევე სწრაფი ტესტის მეშვეობით? ჩვენ ყოველდღიურ სტატისტიკას ვაწარმოებთ, როგორც რეგიონის მასშტაბით, როგორც სწრაფ ანტიგენზე დამყარებულ ტესტებზე, ისე PCR ტესტირების მაჩვენებლებზე საშუალოდ 600-დან 700-მდე ტარდება სწრაფი მარტივი ანტიგენ ტესტი და დაახლოებით 500-600 PCR ტესტი. როგორც ვიცით, ტარდება გეგმიური PCR ტესტებიც და ქვემო ქართლის მასშტაბით მოიცვა თუ არა ყველა მუნიციპალიტეტი და ვისი შემოწმება მიმდინარეობს გეგმიური PCR ტესტების მეშვეობით? რა თქმა უნდა, ეს არის მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით ან ფაქტიურად ნორმატიულად განსაზღვრული კონტინგენტი და ნორმატიულად განსაზღვრული ვადებით, რომელიც ძირითადად კი არა აბსოლუტურად PCR ტესტირებით ტარდება და რა თქმა უნდა რეგიონის მასშტაბით მოცული არის ის სტრატეგიული მნიშვნელობის, განსაკუთრებული მნიშვნელობის კონტინგენტი, რომელიც პერიოდულობით იტესტება. რომ გითხრათ, რა არის ინტენსივობა გეგმიური ტესტების ჩატარებისა? სხვადასხვა ინტენსივობა არის ორ კვირაში ერთხელ დასატესტი კონტინგენტი, არის კონტინგენტი, რომელიც კვირაში ეს მოგეხსენებათ COVID კლინიკების, ცხელების ცენტრების მედპერსონალი 7 დღეში კვირაში ერთხელ ტესტებიან და ასევე არის სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც კონტაქტის შემთხვევაში დადასტურებულთან კონტაქტის შემთხვევაში 72 საათში ერთხელ ტესტებიან. არის თუ არა სწრაფი ტესტების მარაგი ყველა მუნიციპალიტეტში და ამ დრომდე ადამიანთა რა ნაწილი გაიტესტა ამ ტესტების მეშვეობით? ნაწილს ვერ ვიტყვით, ასე როგორც თქვით, სწრაფი ტესტებზე მიმართვიანობის მიხედვით ხდება, რამდენმაც მიმართა, იმდენი არის დატესტილი, საშუალო დღიური რაოდენობა გითხარით მე უკვე. რა თქმა უნდა, რეგიონის მასშტაბით უფრო მეტი ადამიანი მკურნალობს ბინაზე. არის თუ არა ხშირად შემთხვევები ისეთი, რომ ადამიანებს ჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია და ამ მხრივ ხომ არ დგას პრობლემა ჩვენს რეგიონში და რამდენად სტაბილურია სიტუაცია? ქვემო ქართლში სტაციონარული ფონდი, საწოლ ფონდი დავიწყეთ დაახლოებით 80 საწოლიდან, COVID საწოლზე მაქვს საუბარი და დღეს ეს ციფრი შეადგენს დაახლოებით 500-დან 600-მდე საწოლს. არის 100 მართვის ხელოვნური სუნთქვის აპარატი და დანარჩენი ყველა საწოლი ფაქტიურად დაჟანგბადებულია, ასე რომ ვთქვათ, ჟარგონულად, ანუ ყველა საწოლთან შესაძლებელია ჟანგბადის მიწვდა. რომ გითხრათ, რომ ამოწურულია და 100%-ით მოგვარებულია, ხდება ხშირად დაყოვნება, ხდება
სამწუხაროდ, მაგრამ მინდა გითხრათ ტენდენციასთან დაკავშირებით. ბოლო 10 დღის განმავლობაში რეგიონში არსებული ჩემხელთ ინფორმაციით საკმაოდ ხშირად ჩანს თავისუფალი ადგილები. ეს ცვლადი არის მომენტალურად შეიძლება ამ წუთში არ გქონდეს თავისუფალი საწოლი და ზუსტად 5 წუთში, 10 წუთში, 1 საათში გაჩნდეს თავისუფალი ადგილები, მაგრამ ტენდენცია არის ესეთი, იმიტომ რომ სახელმწიფოში ძალიან დიდი რაოდენობის საწოლებია მობილიზებული. არა აქვს მნიშვნელობა ქვემო ქართლის მკვიდრი შეიძლება ჩვეულებრივად მოხდეს თბილისში ან სხვა რაიონში, სამედიცინო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში, ასევე ქვემო ქართლის დაწესებულებებში. ასე რომ ტენდენცია არის, აქ იხსენით 80 საწოლიდან დავიწყეთ და დღეს დაახლოებით 500-ზე მეტი საწოლია მობილიზებული ქვემო ქართლში. რაც შეეხება სეზონურ გრიპის ვირუსს, რამდენად ხშირია მომართვიანობა და როდემდე არის გრიპის ვირუსის ცირკულაციის პერიოდი? პერიოდი მოგეხსენებათ, რომ ნოემბრის თვიდან ითვლება, რომ იწყება ეს წლების გამოცდილების ხარჯზე გრიპის ვირუსის ცირკულაცია, სეზონური გრიპის ვირუსის ცირკულაცია. ზუსტად ამიტომ იქნა სახელმწიფოს მიერ შემოტანილი უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის გრიპის, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც განსაზღვრული იყო ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფების მოსახლეობისთვის. აქვე მინდა გითხრათ, რომ გასულ კვირას ფაქტიურად ქვემო ქართლში დასრულდა ეს სეზონური გრიპის ვაქცინაცია, ანუ ის რაც გათვალისწინებული იყო ფაქტიურად მოსახლეობა, ვისაც ეკუთვნოდა, მიიღო ეს მომსახურება უკვე. ჩვენ გასულ კვირას დამატებით იყო რაღაც სამიზნე კონტინგენტები, ვინც მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრს თხოვნით 10-რასთან დაკავშირებით და დაკმაყოფილდა და დამატებით შემოვიტანეთ კიდევ 200 დოზა გრიპის ვაქცინა, რომელიც იმედი გვაქვს, რომ ამ კვირაში ათვისებული იქნება, ანუ მოსახლეობა მიმართავს და აიცრებიან ამ ვაქცინით. მინდა ვთქვა საბოლოო შემაჯამებლად, რომ ბევრად უფრო გაუმჯობესებულია წინა წლებთან შედარებით მიმართვიანობა, ანუ ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობამ უკეთესად გაითვითცნობიერა და მიმღებლობა გაიზარდა ვაქცინაციისადმი, ნდობა გაიზარდა და არც თუ ცოტა დაახლოებით 5000-მდე დოზა ვაქცინა იყო შემოტანილი ქვემო ქართლის მასშტაბით და სრულად ათვისებული. არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსული ინფექცია, უკვე შემდგომში თუ დაემართებათ სეზონური გრიპის ვირუსი, ორგანიზმს უკვე უჭირს ამ ვირუსთან ბრძოლა, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და არის ეს მითი თუ რეალობა? მართალი გითხრათ, ასეთი მოსაზრება აქტიურად არ მომისმენია მე, თუმცა დაავადება და გრიპი ისეთი ვირუსია, ადამიანის ორგანიზმიც იმდენად ინდივიდუალურია, რომ არ არის გამორიცხული დაუშვათ ერთის ადამიანის იმუნიტეტი უფრო მყარად დახვდეს დაუშვათ სხვადასხვა ინფექციებს, არა მარტო გრიპს, მეორე შემთხვევაში პირიქით მოხდეს. მაგრამ ზოგადად ისე როგორც COVID გადატანილზე და გრიპის ურთიერთობაზე კიდევ ამბობ, მე არ მსმენია ფაქტიურად ასეთი გამონაკლისი შემთხვევების გარდა არ მსმენია, რომ რაღაც სისტემურად და ისე გლობალურად რაღაც პრობლემა არსებობდეს. და ბოლოს შეჯამების სახით ბატონო დავით, რომ უთხრათ იმ ადამიანებს რეკომენდაციები, რომლებსაც ჯერ არ შეხვედრიათ კორონავირუსი. კი ბატონო, ეს ალბათ ჩვენი საუბრის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ყურადსაღები ნაწილი არის. ძალიან კარგია, რომ დიდ ნაწილს მოსახლეობის არ შეხვედრია COVID-ი. ეს ნიშნავს, რომ მიუდგა ეს ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი ქალაქელებიც მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც სწორად იქცევა, სწორად წარმართავს თავის ყოველდღიურ ქმედებებს სიფრთხილის მაქსიმალური დაცვით და მიუხედავად იმისა, რომ მცირე არ არის დაუშვათ ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევები, საკმაოდ დიდი რაოდენობაა მოსახლეობის ჩვენში, სადაც რომლებიც ასე ვთქვათ წარმატებით უმკლავდებიან ამ შექმნილ ზოგად პანდემიურ სიტუაციას. პირველ რიგში
არ დავიზარებ, რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ მიმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომ პირველ რიგში სოციალური დისტანცია და ნიღბის სწორი მოხმარება, როგორც ღია სივრცეში, ასევე განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ეს ორი უპირობო ფაქტორია, რომელიც გვიცავს. ამასთან ერთად კომბინაციაში კიდევ მეორე ხელების ჰიგიენა, რომელიც დარწმუნებული ვარ თვითონ ჩვენთაგანს უკვე ჩვევაში გადაგვეზარდა და ნებისმიერ კონტაქტზე, ნებისმიერ გარეთ თუ შიგნით ოთახში საგნებთან, სხვადასხვა საგნებთან კონტაქტის შემდეგ აუცილებელია ხელის დამუშავება ჩვენი თანდევი და თანამგზავრი უნდა გახდეს სველი სალფეტკისა დეზინფექციო ხსნარი დაბანვას არც ერთი არ ცვლის და არანაცვლებს ხელის დაბანვა ხშირი საფნით და ჰიგიენა ჯანსაღი წესი სუფთა ჰაერის დოზების საკმარისად მიღება თუ ვიმყოფებით შიდა ფარჩი ოთახების განიავება სეირნობა გარეთ რა თქმა უნდა და სუფთა ჰაერის პორციების უხვი მიღება ჯანსაღი კვება რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში შეადგენს იმ ერთობლიობას რაც პრევენციას ახდენს მაქსიმალურ პრევენციას კოვიდის გავრცელების კუთხით ვისარგებლებ მომენტით მოდის სადღესასწაულო დღეები მიულოცავ გილოცავთ თქვენთ და მოგილოცავთ წინასწარ მიულოცავ ჩვენ თანამოქალაქეებს და კიდევ ერთი თხოვნით მიმართავთ თავი შევიკავოთ ტრადიციული სუფრებისგან წვეულებების მოწყობისგან ეს საკმაოდ ქართველები ვართ, საქართველოს შვილები ვართ და ჩვენ ტრადიციებში ცოტა რთულია ამის განხორციელება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რომ ის შედეგი, რაც ჩვენმა სახელმწიფომ აი ესე ზომიერი, მაგრამ მნიშვნელოვანი შეზღუდვების ფონზე, ჩვენი მოსახლეობის დამოკიდებულების ფონზე მივაღწიეთ, რომ შენარჩუნებული იქნას და არ მივიღოთ კვლავ დაავადებების კრიტიკულად დიდი რაოდენობით ზრდა. რეგიონის სიახლეები ამის დასრულებულია მე ხვალამდე გემშვიდობებით პირდაპირ ეთერს თბილისის სტუდიას უთმობ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვების შემსუბუქება ორთვიანი გეგმის მიხედვით არ მოხდება. მაიაც ქიტიშვილის განმარტებით ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით რეგულაციების სრული მოცულობით აღარ მოიხსნება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში არც 24 დეკემბრიდან ამუშავდება. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით კვლავ არ იმუშავებს საქალაქათშორისო ტრანსპორტი. აკრძალვა კვლავ არ გავრცელდება ტაქსებსა და პირად მანქანებზე. ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა. გამონაკლისი იქნება შობისა და ახალი წლის ღამეები. შეზღუდვები მკაცრდება სასტუმროების შემთხვევაში. სათხილამურო კურორტების გარდა სასტუმროებს ფუნქციონირების უფლება ჩვეულებრივ ჰქონდათ, თუმცა ახალი რეგულაციებით სასტუმროებში არსებული რესტორნები 21 საათამდე იმუშავებენ. 21 საათის შემდეგ კი მხოლოდ ნომერში მომსახურება იქნება შესაძლებელი. 24 დეკემბერს გეგმის მიხედვით გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, მოლები და მაღაზიები, თუმცა მათ სპეციალური წესების დაცვა მოუწევთ. მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით. ამისთვის მაღაზიების ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაიშვება არაუმეტეს 1 მომხმარებლისა. მაღაზიების როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მკაცრი მართვა, რათა იყოს დაცული ყველა ზომა, როგორც არის სოციალური დისტანცია, პირბადის სწორი მოხმარება. ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ძირითადად ან დილის საათებში, ან ონლაინ გაყიდვების დროს, რათა არ იყოს დაშვებული მომხმარებლების დიდი კონცენტრაცია მაღაზიებში. ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. შეზღუდვების გამოცხადების შემდეგ საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა ბაზრობების არ გახსნას და ტრანსპორტის შეზღუდვის ძალაში დატოვებას, თუმცა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი თვლის, რომ მთავრობამ დაბალანსებული და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღო. მისივე თქმით, მკაცრი რეაგირება მოჰყვება რეგულაციების დარღვევას. ძალიან მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება არ არის უპირობო, ეს გადაწყვეტილება არ არის შეუქცევადი და შესაბამისად, როგორც კი პირველივე ნიშნები
პირობები გაჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი არ ღვევს არსებითად იმ შეზღუდვებს, რაზეც იყო დღეს საუბარი, ჩვენ სრული უფლება გვაქვს გამოვიყენოთ როგორც ჯარიმები, ასევე შეჩერების უფლებაც. ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ყველა კატეგორიის დასაქმებულისთვის მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და მაქსიმალური სამართლიანობის პრინციპიც იქნა აქ დაცული. გარკვეული შეზღუდვების მოხსნის პარალელურად ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ არ შეიქმნას ილუზია, თითქოს კორონავირუსი დავამარცხეთ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობის შემცირების ტენდენციაა, სამედიცინო პერსონალი გადაღლილია და ვირუსის ახალი ტალღის მართვა რთული იქნება. მას კითხვა დაუსვეს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებითაც. რა იცით რა შემოდის საქართველოში? მე არ ვიცი და თქვენ რა იცით? არა, თქვენ რა იცით და რატო აპრიორად, რატო ამბობთ, რომ ღატაკი ქვეყნებისთვის განსაზღვრული ვაქცინა შემოდის საქართველოში? საქართველო გაერთიანებულია COVAX პლატფორმაზე. COVAX პლატფორმას ექნება დაახლოებით 5-დან 7 ვაქცინამდე, რომელიც იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული და საქართველოს იმ პირობით აქვს ფული გადახდილი COVAX პლატფორმისთვის, რომ საქართველოს ექნება ამ 5 თუ 7-დან არჩევის უფლება. პანდემიის მიუხედავად განათლების ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დასამტკიცებელი მთავრობის ახალ შემადგენლობას განიხილავდნენ. სამინისტროში მიმდინარე განათლების რეფორმა არის ყოვლის მომცმელი და მოიცავს განათლების სისტემის ყველა საფეხურს. მთელი მსოფლიოსთვის მიმდინარე წელი გამოწვევებით იყო აღსავსე. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. ჩვენს გუნდს კარგად აქვს გააზრებული ბავშვის აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა. იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, რატომ არ იცის ეს ხალხმა, ასე მიმართა მიხეილ ჩხენკელს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა. ელისო ბოლქვაძე სკოლაში მუსიკალური აღზრდის შემოტანის ინიციატივით გამოვიდა. დიმიტრი ხუნდაძემ კითხვა, რომ დროა სკოლებში კვების საკითხებზე დაიწყოს ფიქრი. იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზედაც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა. იქნება რაღაცა კულტურა დავნერგოთ, რომ ყოველი თვის ბოლოს იქნება თუ კვარტლის ბოლოს მოსახლეობა მაქსიმალურად მიიღოს ის ინფორმაცია, თუ რას აკეთებს ეს სამინისტრო და არა მარტო ეს სამინისტრო და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია. იმიტომ რომ ძალიან ცუდია ბევრი რამე მეც პირველად გავიგე. როგორ შეიძლება მუსიკალური განათლების, ასე ვთქვათ, სკოლებში გადახედვის და მასწავლებლების, ასე ვთქვათ, კვალიფიკაციის ამაღლების გადახედვის პროცესი არის თუ არა ჩანიშნული, მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს პროფესიონალურად, შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას და კიდევ გავიმეორებ მოცარტის და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება იყოს ცუდი ადამიანი მომავალში. ხშირად არის საუბარი ბავშვთა შიმშილობაზე, მე დავაზუსტებდი, ეს არასწორი ტერმინია. ასე დეფინიცია არ არსებობს და არც რეალობას არ ასახავს, უფრო სწორი იქნება, რომ ბავშვთა არასრულფასოვან კვებაზე ვისაუბროთ ჩვენ და ეს ნამდვილად პრობლემაა, ეს არ ეხება მხოლოდ სოციალურ დაუცველთა ჯგუფს, ეს ეხება კიდევ უფრო დიდ სეგმენტს. ხომ არ ფიქრობთ, რომ დროა რომ შევეჭიდოთ არც თუ ისე მცირე ბიუჯეტიან საკითხს სკოლაში ბავშვთა კვების თაობაზე. მაშინ როცა მიხეილ ჩხენკელი კომიტეტის სხდომაზე დისტანციურ სწავლებაზე საქებარ კომენტარებს ისმენდა, პარლამენტის შესასვლელთან სტუდენტები აქციას მართავდნენ. პროგრესის ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პანდემიამ სტუდენტებს დამატებითი გამოწვევები გაუჩინა. ამიტომ ისინი სწავლის გადასახადის განახევრებას მოითხოვენ. სტუდენტებს დღეს განათლების მინისტრობის კანდიდატის მოსმენაზე დასწრება და მისთვის კითხვების პირადად დასმა სურდათ. თუმცა ამ მოთხოვნაზე საკანონმდებლო
საკანონმდებლო ორგანოსგან უარი მიიღეს. მათივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში უარის მიზეზად დარბაზის სიმცირე დაუსახელეს. ხომარი გეგმება სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განახევრება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას ამ კითხვაზე საპასუხოდ მიხელ ჩხენკელმა თქვა, რომ ისინი უნივერსიტეტების ფინანსურ საქმიანობაში ვერ ჩაერევიან, თუმცა რეკომენდაციები მიწოდებული აქვთ. დღესვე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ COVID-19-ის მართვის ბიუჯეტი 236 მილიონ 440,000 ლარს შეადგენს და დღემდე ქვეყანაში 1,800,000-ზე მეტი COVID ტესტია გაკეთებული. 2020 წლის 1 იანვრიდან გადაუდებელი დახმარება გაეწია 1,200,000 მოქალაქეს. სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის მოსახლეობიდან, მე ვარ სოლიდარული. მაგრამ როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, ყველამ უნდა გავიხსენოთ, თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევს სასწრაფოს ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება. დღეისათვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული სასწრაფოს დახმარების გამოძახებაზე რეაგირების დრო და შესაბამისად შემცირდა გამოძახების დაყოვნების მაჩვენებელი. დედამიწა პანდემიამ დაამგონა ერთ დიდ ჰოსპიტალს, სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა დონის დაავადება ერთდროულად წარმოჩინდა. მაგრამ მეორე რამეც არის გამოწვევა, რომ ერთ უნივერსიტეტსაც დაემსგავსა დედამიწა. ყველამ ყველაფერი იცის, ან ყველამ ყველაფერი გაიგო. ყველა ერთმანეთზე ინფორმაციის გადაცემით არის დაკავებული და აქ გაჩნდა ერთი დიდი საფრთხე. ექიმებმა ეს კარგად ვიცით. იატროგენული დაავადების შესახებ, ანუ ექიმის სიტყვით დაავადება, რომელიც არ იკურნება. ასვაპირებთ აი რეზიდენტურასთან დაკავშირებით, იცით რომ ძალიან დიდი თანხები გაედინება კურსდამთავრებული გაცილებით მეტი ყავს ვიდრე რეზიდენტურის ადგილები და უწევთ ჩვენს რეზიდენტებს სწავლის გაგრძელება საქართველოს გარეთ, სამწუხაროდ ხშირად არ ბრუნდებიან უკან, უზარმაზარი თანხები ბრუნდება. კარგია რომ შემოვიღეთ ბოლო ეტაპის სწავლების საქართველოში და უკვე აქ ვაბარებინებთ მას გამოცხადაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ პანდემიის დროს ალბათ რაღაც ღონისძიებებია გასატარებელი და თქვენთან ერთად ალბათ ვიმსჯელოთ იმისათვის, რომ განსაკუთრებით ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგებთან დაკავშირებით რაღაც ღონისძიებები ჩავატაროთ, იმიტომ რომ ნახეთ, რომ ზუსტად სახელმწიფოში ახლა ამ სპეციალისტების დეფიციტი შეიძლება წარმოიქმნეს. კომიტეტების გაერთიანებული სხდომა და მთავრობის წევრობის კანდიდატების მოსმენა კვლავ ერთი პარტიის ქართული ოცნების მონაწილეობით შედგა. ოპოზიცია პროტესტს განაგრძობს და ისევ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს ელოდება. დეპუტატის მანდატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ უკვე მიმართა შესაბამის ორგანოს. მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება, მაგრამ შესაძლოა გაძვირდეს თონის პური და ეგრეთ წოდებული საგემოვნო პური. ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა. ლევან სილაგავას განმარტებით სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა იმის წინაპირობას იძლევა, რომ 4 თვის განმავლობაში სოციალურ პურზე ფასმა არ მოიმატოს, თუმცა პურის იმ კატეგორიაზე, მათ შორის თონის პურზე, რომელზეც სუბსიდირება არ ვრცელდება, შესაძლოა გაძვირდეს. მისივე თქმით, ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი არაა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან პროგრამა კერძო სექტორის პარტნიორობისთვის ფარგლებში 30,000 ტონა ხორბალს ვიღებთ, რომლის ნაწილიც უკვე შემოვიდა საქართველოში, განაცხადა სილაგავამ. გაძვირებულია და შესაძლებელია გაძვირდეს ის პური, რომელიც დღეს არის თავისუფალ ბაზარზე და ეს არის ეგრეთ წოდებული საგემოვნო პურები, რომლებიც თქვათ არის იგივე გერმანული პური, ავსტრიული პური, თონის პური, ლიტვური რაღაც სხვა სეგმენტის პურები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა რატომ? იმიტომ რომ ამ პურზე პროგრამა არ არსებობს და ამ პურს ყოველდღიურად არ მოიხმარს მომხმარებელი. პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების გადაწყვეტილება სახელმწიფომ 27 ნოემბერს მიიღო. პროგრამა კი 31 მარტამდე იმუშავებს. სუბსიდირების ეს პროგრამა ბიუჯეტს თვეში 2,5 მილიონი უჯდება. სუბსიდირების პროგრამას ეკონომისტების ნაწილი თავიდანვე უარყოფითად აფასებდა. დეკემბრის დასაწყისი და საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა. პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ამის მიზეზად ფქვილზე ფასის მომატებას ასახელებდნენ. მანამდე პურის 20 თეთრით გაძვირებაზე საუბრობდნენ თელავშიც. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა COVID-19-ის ვაქცინა თავის მშობლიურ შტატ დელავერის საავადმყოფოში საჯაროდ გაიკეთა. 78 წლის პრეზიდენტს Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს. არაფერია სანერვიულო, თქვა მან. ჯო ბაიდენის თქმით, მან ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა, რათა მოსახლეობაში ვაქცინისადმი ნდობა გაზარდოს.
რას ეძებდა მსოფლიო 2020 წელს Google-ში ყველაზე ხშირად საძიებო სისტემამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად რეკორდი მოხსნა კითხვამ რა დღეა დღეს. რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა რეცეპტების ძიებასაც. პანდემიის პირობებში თვითიზოლაციის გამო ბევრი ადამიანი ეძებდა პასუხებს შემდეგ კითხვაზე. როგორ შევჭრათ მამაკაცს თმა სახლის პირობებში, როგორ შევიღებოთ თმა სახლის პირობებში, როგორ დავიბანოთ ხელები, როგორ დავამზადოთ ხელი სანიტაიზერი სახლის პირობებში. პანდემიისას ბევრი დაინტერესდა უმუშევრობის სტატისტიკითაც. უსმინე შენი ქალაქის რადიოს FM 9.7 საახალწლო ბრიტანული ლეგენდა კრისტალ ბეტზე. ითამაშე სასურველი თამაში და დააგროვე გათამაშების ბილეთები. ყოველ მეორე დღეს მოიგე 30 ავტომობილიდან ერთ-ერთი და შეხვდი ახალ წელს ახალი Range Rover-ით. კრისტალ ბეტი, უდამ ნომერი პირველი. იმისთვის რომ აისრულო სურვილები ახლა, TBC გაძლევს შესაძლებლობას აიღო ყველაზე მარტივი სამომხმარებლო სესხი და გადახდა 6 თვის შემდეგ დაიწყო. მოითხოვე სასურველი თანხა TBC-ის ნებისმიერ ფილიალში. დაგვირეკე 2272727 ან შეავსე განაცხადი ვებგვერდზე TBC Credit.gr. Crocobet.com-ზე იგითი ყვავის ჯეკპოტმა 1,900,000 ლარს გადააჭარბა. ითამაშე იგითის ლოტები და გახდი მილიონერი ერთი სპინით. Crocobet.com გაერთე უსასრულოდ.
დათოს დღესაც დაავიწყდა ხურდის შემონახვა ლიფტისთვის და სახლში ისევ ფეხით უწევს ასვლა. რამდენიმე დღეში მას ერთით ნაკლები საფიქრალი ექნება. მის ლიფტში სითიკომის აპარატი დამონტაჟდება. სითიკომი ეს არის სადარბაზოს საფულე, რომელიც საშუალებას აძლევს ამხანაგობებს ლიფტის გადაადგილებით შემოსული თანხა პირად ანგარიშზე დააგროვოს. ეს აპარატი სამუდამოდ დაგავიწყებთ ხუთთეთრიანებს თუ ფულის ასაგროვებლად მოსულ დოდო დეიდას ზარს კარზე. თანხა ბარათის წამკითხველზე მიდებით გროვდება. ამხანაგობის მიერ დაგროვილი სახსრების კონტროლი კომპანიის ვებგვერდზე ხდება. დაგროვილ თანხას მთლიანად თქვენი სურვილის მიხედვით გამოიყენეთ. მაგალითად, შეგიძლიათ დაფაროთ ლიფტის ხარჯები, შეაკეთოთ სახურავი, მოაწესრიგოთ ფასადი, გაარემონტოთ სადარბაზო, მოაწყოთ ეზოს გამწვანება ან ყოველთვის ბოლოს წვეულება თქვენი სადარბაზოსთვის. თანხის ბარათზე დასარიცხვად სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები, საბანკო გადარიცხვა ან სითიკომის ვებგვერდის გამოყენება შეგიძლიათ. გადაწყვეტილებების მიღება თქვენზეა დამოკიდებული. გახადეთ თქვენი ამხანაგობა უფრო თანამედროვე და მოქნილი. სითიკომი, შენი სახლი შენს ხელშია. საუკეთესო სპორტი საქართველოში კრისტალბეტისგან. ყველაზე მაღალი კოეფიციენტებით და მრავალფეროვანი პოზიციებით. გამოცადე უსწრაფესი და სხვებზე მოქნილი მობილური ვერსია და თვალიადევნე უცხოეთ ლაივ სტრიმებს მხოლოდ ჩვენთან და არცაც სხვაგან. კრისტალბეტი, მუდამ ნომერი პირველი. Krokobet.com-ზე წლის გათამაშება დაიწყო. ითამაშე რაც გინდა. მოხვდი ერთდროულად სამ გათამაშებაში. მოიგე ახალ-ახალი 2020 წლის ავტომობილები. Range Rover Velar, Jaguar F-Pace და წილი 900,000 ლარიდან ყოველდღე. Krokobet.com. გაერთე უსასრულოდ.